საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. თქვენ ქალბატონებო, ვინც ბედგამონაცვალები ხართ. ეს გაშლა თქვენცია. ახლა ნამაზად მოთავსდით, უყურეთ ამ კარდს, იფიქრეთ თქვენ თავზე, თქვით თქვენი სახელი, დაბადების წელი და ჩაიფიქრეთ, რა გელოდებათ მომავალში. დავნახოთ რა გელოდებათ. ამჟამად გიყურებ, გული გაპუსტავებული გაქვს და დგეხარ დიდ ჯავრში. ჯავრიანი გული გაქვს. ან სულ რაღაცაზე გაბრაზებული ხარ. ამოგივიდა აქ მამაკაცი, ბედგამონაცვალია, შავგრემანია, ფორმიანია, ან შეიძლება ნაცეხარია. მზად იყავი, ტელეფონზე ლაპარაკი, ამ პირისპირ ლაპარაკი გელოდება ამ მამაკაცთან. ამოგივიდა ახალგაზრდა გოგონა, ამოგივიდა ასევე ვიღაცა ქვრივი ქალბატონი, ან შავთმიანი ქალბატონი გოგონა. რაღაცა დიდი სიხარული გელოდება ამ ორ ადამიანიდან. აქ ვხედავ ახალგაზრდა ბიჭს. ცოტა საეჭოთ გიდგას, თითქოს იცინის, რაღაცა უხარია, მაგრამ იცოდე, საეჭოთ იყურება. ნახოთ კიდე რა გაქვს. ჩემო კარგო, ავანტყოფური ელდა ამოგივიდა. ამოგივიდა რაღაცა დარდი. შეიძლება რაღაცაზე იდარდო, ან ავანტყოფური ელდა მიიღო. მაგრამ მერე რა გიჩანს? უცოლშვილო პიროვნება გიჩანს, ბიჭი. თითქოს სურვილის შესრულებით ამოგივიდა ეს პიროვნება, მაგრამ ეგ იცოდე, შენი სურვილი ბოლოს სანერვიულო ჩანს. უფრო ამ ტიპიდან, ამ ბიჭიდან. ასე გამოდის. კარგი. ნახოთ კიდე რას გვეწყოს კარტი. აი გეუნები, ამჟამად ძალიან გაპუსტავებული დგეხარ. დიდი ჯავრით და საეჭოთ დგეხარ. მოგდის ეს ჯავრი ეჭვები არეულობა, მიგდის ისევ. ახალგაზრდა პიროვნება ბიჭს ვხედავ, რაღაცაზე პუსტად დგას. თითქოს გასაქანი არ აქვს, ან თითქოს არ ქანდება, თითქოს რაც გინდა იმას არ აკეთებს, ან შეიძლება თვითონაც რაღაცა უნდოდეს, მაგრამ ჯერჯერობით პუსტაში გიდგას, ჩემო კარგო ეს ტიპი. აუცილებლად ლაპარაკი გელოდება სასიხარულო. მოგვიანებით შორი გზაც გიჩანს. პატარა სურვილის შესრულებები კი გაქვს, მაგრამ ისევ ნერვიულობაში ხარ. ცოტა არ იყოს ღმერთიც განაწყენებული გყავს. რა მოგივიდა, იცი ჩემო კარგო? ახალგაზრდა უცოლშვილო პიროვნება. შეიძლება წლოვანები ძალიან პატარაც არ იყოს, მაგრამ უცოლშვილოა. რაღაცა ელდა გელოდება ამ პიროვნებიდან. ამაზე იყავე ფრთხილად. შეიძლება ჩერეს ამ ბიჭისთან გქონდეს რაღაცა ელდა, ან თქვენ ორივეს ერთად. შეიძლება რაღაცა პატარა უდარი ან ელდა გქონდეთ. ამას მოვფრთხილდით. კარგი, ნახოთ კიდე რა გელოდებათ, გავაგრძელოთ. რაღაცა სასიხარულო მაგიდები ჩანს, მოულოდნელი. ვიღაცა ქალბატონი რაღაცა ძალიან დარდობს ფულზე, ფულზე აქვს ძალიან დიდი განცდა. შენ რა გელოდება? რაღაცა პატარა ცვლილება გელოდება და ღმერთის წყალობა გელოდება ამ დღეებში.
ფული ჩქარობს, შეიძლება რაღაცა ადგილცვლილება გქონია, ან გაქვს ჩემო კარგო, პატარა ფული ამოგივი და ხელში დაიჭერ და კიდე რას გეტყვი? აქ ამოვიდა ხანში შესული მამაკაცი, წლოვანებით დიდი მამაკაცი არის, სხვადასხვა რაღაცა საქმეში წინ დაგიდგება, რაღაცა წარმატებას გაძლევს, ან რაღაცა საქმეს გაგიკეთებს აუცილებლად ეს მამაკაცი. შენ თვითონ ძალიან საეჭო, შეიძლება ცოტა არეული ხარ, გაღიზიანებული ხარ. ნახე, აქ ახალგაზრდა გოგონა და ვიღაცა ქალბატონს შუა რაღაცა კიდე ნერვიულობა მოუვიდათ. თითქოს ერთმანეთზე რაღაცას ნერვიულობენ, ან დარდობენ, ან განეცდიან. ორი მამაკაცი ამოგივი და რაღაცა დიდი ინტერესით დაგიდგება. შენ თვითონ საეჭოთ დგეხარ, მაგრამ მოულოდნელი ახალი ამბავი გიჩანს, ჩემო კარგო. შენ თვითონ ახარ ძალიან დიდი ნერვიული ხარ, ან ძალიან ბევრს ჩხუბობ, ან რაღაცას ძალიან ნერვიულობ, მაგრამ გეუნები ვიღაცა ხანში შესული მამაკაცია, ან წვერებიანი მამაკაცია, ან უფროსი კაცია. გეუნები, ნახე, ამ პიროვნებიდან რამხელე წარმატება გიჩანს. ეს ძალიან კარგია. კაი. ისე სულ გაღიზიანებულს ვხედავ, სულ ნერვიულობას ვხედავ შენში. ხალხსაც ვხედავ, როგორც მოდიან, ისე მიდიან, ჩემო კარგო. ხო. ყოველ წუთს აფეთქებული ვითახარ, სულ გაბრაზებული ხარ, მაგრამ უცბად გადაგდის. შენ რა დაგჭა? თხილად იყავი, რაღაცა ნივთზე, ან რაღაცა საბუთზე, ან რაღაცა ამბავზე, შეიძლება სანერვიულო შეგხვდეს, ჩემო კარგო. აი სერიოზული რაღაცა სანერვიულოს ვხედავ. ან შეიძლება რაღაცა ამბავი გაიგო და ინერვიულო. შეიძლება წერილე მოგივიდეს, ან რაღაცა საბუთი ჩანს, რაღაცა ნერვიულობა აუცილებლად გიჩანს. აი გეუნები, ჯერჯერობით შენი სურვილიც ჯავრშია. ერთი საქმე რო უნდა გააკეთო, მეორე თითქოს გიფუჭდება და სულ ნერვიულობაში ხარ. ისე ახლა რო ვხედავ, აქ მამაკაცებს ვხედავ, ლაპარაკს ვხედავ, ფულს ვხედავ, სიხარულს ვხედავ, მაგიდებს ვხედავ. კი, რაღაცა გიხარია, მაგრამ რო შევხედავ ბოლოს მობუზული, გაბრაზებული და ჯავრიანი რჩები მაინც. რა საინტერესოა, ვინ მისმენ, ასეთი ჯავრიანი და ნერვიული რო ხარ. მოულოდნელი პატარა ფულები გაგდის, ჩემო კარგო, მაგიდები სულ ჩანს. ამ დღეებში, სხვათა შორის რაღაცა უნდა ძალიან გაგეხარდეს, სიხარული გელოდება. კაი, ერთხელ კიდე ჩამოვყაროთ თქვენ სურვილებზე, კიდე რა გელოდებათ. რა გელოდება თქვენ სურვილებში. ისე, ლოცვები აუცილებლად გჭირდებათ. მიანდეთ თქვენი სურვილი ღმერთს. გიჩანთ სახლის ჭერი. ახალგაზრდა გოგონას მოუფრთხილდი. ცოტა დარდით ან პატარა ავადმყოფობით კი დგას, მაგრამ სიხარული ელოდება. გათხოვილი ქალბატონი ამოგივიდა აქა, რაღაცა ცვლილებით. სურვილის შესრულება, ჩემო კარგო, იქნება იმ პირობით, თუ რაღაც სამსახურის ან კაზიონის სახლის მდგომარეობას გამოასწორებთ. იმიტომ რომ ამჟამად სამსახურია თუ კაზიონის სახლია ამობრუნებული დარჩა. ეს აუცილებლად უნდა გასწორდეს, სიტუაცია უნდა გამოასწოროთ, რომ ყველაფერი კარგად წაგივიდეთ. აი ესეთი გაშლა იყო დღეს, ძვირფასო მეგობრებო.
თუ პირადი კონსულტაცია გნებავთ, შეგიძლიათ მომართოთ 557 64 38 81. შეგიძლიათ ვიბერში ან ვატსაპში დამიკავშირდეთ. ახლა დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.